საღამშვიდობის მოგესალმებით ჩვენს მსმენელებს, ჩვენს მაყურებელს. ყოველდღიურად, ყოველკვირეულად ხდება ისეთი მოვლენები, ისეთი ფაქტები, რომელიც ჩვენგან გარკვეულ ახსნას და გარკვეულ რეაგირებას მოითხოვს. ეს კვირაც საკმაოდ დახუძლული იყო მოვლენებით. მათ შორის ერთ-ერთი უნიშნულოვანესი იყო რუსეთის სამხედრო აეროდრომებზე უპილოტო საფრენი აპარატებით მიტანილი იერიში, რომელსაც რუსული ბომბდამშენების სტრატეგიული ავიაციის გარკვეული რაოდენობა შეეწირა. გასაგებია, რომ ეს უკრაინის სპეცსამსახურების ძალებს არ ემატებოდა, თუნდაც იმიტომ, რომ სატელიტური მონაცემების მიწოდების დახმარების გარეშე ამ ოპერაციის ჩატარება და განხორციელება წარმოუდგენელი და შეუძლებელია. აქ იკვეთება, როგორც სხვადასხვა ქვეყნის ექსპერტები აღნიშნავენ, მათ შორის რუსი ექსპერტებიც, აქ იკვეთება ძირითადად შეერთებული შტატების და დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურების თანამონაწილეობა. აქ უკვე შემსრულებელი ვინ იყო, ეს ნაკლებ მნიშვნელოვანია, თავარია ვისგან მოხდა დაგეგმა და თავარი ხერხემალი ვის მიერ იყო აწყობილი და განხორციელებული. ამ თემით დავიწყოთ კახა და შემდეგ შევხედოთ რა დრო დაგვრჩება. კი ბატონო, მოვლენები საკმაოდ სწრაფად თუ არ ვიტყვით, რომ თავბრუ დამხვევი სიჩქარით ვითარდება მსოფლიოში, ესე იგი ჩვენი ქვეყნის საზღვრებს მიღმა და რა თქმა უნდა, იქ როგორც განვითარდება, ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება საქართველოში მიმდინარე ამბებზეც აისახება. თვითონ საქართველოს შიგნით ბევრი არაფერი არ არის გამოკვეთილი, ჩვეულებრივი რუტინით გრძელდება საქართველოს იგივე ხდება, რაც მათი აქაური ფილიალები ერთმანეთს უპირისპირდებიან და მეტი არაფერი ისეთი განსაკუთრებული არ არის, რომ ეს თემა შემოვიტანოთ და ამაზე ვიმშელოთ. ხო, რაც შეეხება ახლა მიმდინარე თავდასხმას რუსეთის სტრატეგიულ ბომბდამშენ ავიაციის ბაზებზე, პოლიტიკურად არის ძალიან მნიშვნელოვანი და აღნიშნავენ. თვითონ სამხედრო შედეგები რამდენად დამანგრეველი იყო, ორივე მხარე სათავისოდ არ ბილებს და ამ პირიქით ამუქებს. მაგრამ თვით ფაქტი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შესაძლებელი არის მანძილისთან მიუხედავად ჩატარდეს სპეცოპერაცია, დივერსიული სპეცოპერაცია და თითქმის ნებისმიერი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული მნიშვნელობის მატარებელი ობიექტი დაიბომბოს, გამოვიდეს წყობრიდან. ეს მიუთითებს პარადოქსია. სტამბოლში მიმდინარეობს სამშვიდობო მოლაპარაკება თითქოს. სინამდვილეში ფაქტიურად ომის ახალ უფრო ფართო მასშტაბიან ესკალაციასთან გვაქვს აქ. ეს არის. მრავალხრივ არჩევენ მთელ მსოფლიოში ამ ამბებს, ძალიან ბევრი პოლიტოლოგია ჩაბმული, შეაფასონეს ამბებიდან. ჩვენ ერთი რამ გვაქვს, რომ გზა, რითაც კაცობრიობა ცხოვრობს, ნელ-ნელა ამწიფებს თვითგანადგურების საფუძვლებს, ნელ-ნელა. ესე იგი, მაინც კონტროლის ქვეშ მიმდინარე რეალურად მსოფლიო ომი, რომელიც მოიცავს უკრაინის ტერიტორიას, მახლობელ აღმოსავლეთს და არა მარტო დაპირისპირების ხაზები აქ გადის. თანდათან უფრო და უფრო მსხვილ მასშტაბებს იძენს და მით უფრო სასტიკი გახდება ომი, უფრო მეტად სისხლისმღვრელი იქნება. ახლა რა არის არსი ამ ეგრეთ წოდებული სამშვიდობო მოლაპარაკებების, რომელსაც სკეპტიკურად უყურებდით თავიდანვე, არა იმიტომ, რომ ჩვენ არ გვინდა მშვიდობა. მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, გასაგებია. ეს არის ჩვენი მტკიცე და მყარი პოზიცია. თუმცა ამ მშვიდობისათვის რა არის საჭირო, სწორედ ამაზე გვაქვს საუბარი. ფაქტიურად ამ სამშვიდობო მოლაპარაკებების არსი არის ის, რომ რუსეთი უნდა წავიდეს კაპიტულაციაზე, რასაც რა მემორანდუმით ზელენსკის ხელით იქნა შემოტანილი, ეს ფაქტიურად რუსეთის სრული კაპიტულაციაა.
კაპიტულაციისკენ მიმავალი გზა არის. რუსეთს არ შეუძლია ამ კაპიტულაციაზე ხელი მომაწეროს. რამოდენიმე ძირითადი მიზეზი. ეს კაპიტულაცია კი არა თვით განადგურებას და დაშლაზე ხელმოწერა. დიახ, ეს ისეთი ტიპის აქტია, რომ თვით განადგურებისა და თვით დაშლაზე ხელის მოწერაა. ასევე არც შეუძლია დასავლეთს რომ წავიდეს კაპიტულაციაზე, ვინაიდან ფიქრობენ, რომ მათ კიდევ დარჩათ გარკვეული სვლები, კიდევ იმიტომ რომ აქ არსი რა იყო, რომ მიეღწიათ ბრძოლის ველზე რუსეთის სტრატეგიული დამარცხებისათვის მიეღწიათ. ეს ვერ შედგა. ომი არ წაუგია, მაგრამ ისეთ რამეზე უნდათ მოაწერიო ხელი. თითქოს და მშვიდობის სანაცვლოდ. როგორც დამარცხებული მხარე, რომ იძულებულია ომში დამარცხებული მხარე, როდესაც იძულებული ხდება და აწერს ხელს. არადა მარცხი არ განუცდია რუსეთს, პირიქით. უფრო ფართო მასშტაბიან შეტევაზეა გადასული და თვითონვე აღიარებენ დასავლეთის სამხედრო ექსპერტები, რომ რუსეთი მოახერხა სრულიად გარდაქმნა თავის სამხედრო მექანიზმით დახვეწა და დღესდღეობით ასეთი მძლავრი სახმელად თუ არ ვია მსოფლიოში არ არსებობს. მიუხედავად მთელი რიგი წინააღმდეგობისა, ტექნოლოგიური და ასე შემდეგ, რასაც გაერთიანებული დასავლეთი აწვის უკრაინის ჯარისკაცებს, თავისი ინსტრუქტორები და ასე შემდეგ, თუ ასე გაგრძელდა, მარცხი გარდუალია, ხვდებით. ფრონტის ხაზზე უკვე მაგრამ არც კი ეს გამოიკვეთა ფრონტის ხაზზე, მაგრამ არც დასავლეთს შეუძლია კაპიტულაციად თვლის დასავლეთიც იმ პირობებზე დათანხმებას, რასაც აყენებს რუსეთი. ის თავის მარცხად თვლის. დიდი საიმიჯო დარტყმა იქნება. დიდი უზარმაზარი საიმიჯო დარტყმა იქნება, რომ ვერ გავიტანე, ვერ შევძელი სტრატეგიული დამარცხება. ერთ ქვეყანასთან დამარცხდა მთელი ამ ხელს. 150 მილიონიან ქვეყანასთან დამარცხდა უზარმაზარი ალიანსი, რომელსაც პრეტენზია აქვს დღესაც, რომ ეს არის მსოფლიოს ერთადერთი და განუხრელი მმართველი და წარმმართველი და როგორ შეიძლება ეს დაუშვან. ხომ მათთვის ამაშია საქმე, როდესაც გაცხადდა სიტყვა, რომ ის ადამიანების ქვეყნები უკვე ჩამოყალიბებულია, შექმნილია, რომლებიც წაიყვანენ დედამიწას დაღუპვისკენ და ეს ჩიხური მდგომარეობა სწორედ აქ უნდა დაინახოს თანამედროვე ადამიანმა. გამოუვალი მდგომარეობა, არც დასავლეთს არ შეუძლია კაპიტულაციაზე წავიდეს, მასაც აქვს რესურსი, რა რესურსი აქვს. იმისათვის რომ უცებ არ განადგურდეს, ყველაფერი არ დამთავრდეს, ახლა ადამიანს ეს ომი და ის უნდა რომ ამ სიონისტებს უნდათ რომ ბოლომდე აიღონ მსოფლიო ერთმართველობა. იმიტომ კი არა რომ თავი გაინადგურონ. ამერიკა რუსეთის დაპირისპირება გვიცით რომ ბირთვულ კატასტროფაში გადაიზრდება, ყველაფერი დამთავრდება. დასავლეთს აქვს გარკვეული რესურსი, ოღონდ დრო ჭირდება ამ რესურსის რეალიზაციას. ამერიკის ომიდან გასვლა, ევროპის ხელახალი შეიარაღება და ჩვეულებრივი იარაღით რუსეთს ბრძოლის ველზე მარცხი აწვნეინო. ეს ომი სავარაუდოდ ისე უკრაინის ტერიტორიაზე უნდა მოხდეს შეჯახება, მაგრამ ტაიმაუტი უნდა აიღოს მაშინ დასავლეთმა, რომ მოახერხოს სამხედრო რელსებზე გადაიყვანოს თავისი მრეწველობა და ომი გააგრძელოს. ახლა არის იმათაც ლაპარაკი, რომ ინგლისი პირდება, რომ უკრაინას გადასცემს ატომურ ტექნოლოგიას, ანუ ატომური იარაღის წარმოების ცოდნას, მინათვის რომ რუსეთისგან თავი დაიცვას. ახლა ამ ფონზე ხო წარმოგიდგენია რა შეიძლება მოყვეს უკრაინის ხელში თუ კი ატომური იარაღი აღმოჩნდება. ხო. და წინსწრება თუ კი რუსეთიც ემზადება ძალიან ფართო მასშტაბიან ომისთვის, დასავლელი ექსპერტები, სამხედრო ექსპერტები პირდაპირ აცხადებენ, რომ ყოველწლიურად 1500 ტანკს ამზადებს რუსეთი უკვე. მან შეძლო მობილიზაცია გაუკეთა თავის სამხედრო წარმოების რესურსებს და ორი ადამიანია, ორი პირველი პირია, რომლებიც პირდაპირ ითხოვენ, რომ ამერიკა დაეჯახოს რუსეთს. ამერიკა დაეჯახოს აღმოსავლეთს. ეს არის ბატონი ბენიამინი ისრაელში. ესე იგი ირანს თუ საერთოდ გაუქმებენ ატომურ პროგრამას, ირანი ამაზე არ წავა და თუ კი ამ ნაბიჯებს და ამ ზომებს მიიღებს დასავლეთი და ამერიკა, იქ ირანთან ომს ნიშნავს.
და ზელენსკის მოწოდებით რა ტიპის მემორანდუმიც აქვს და რასაც თხოვს დასავლეთს ფაქტიურად თხოვს რომ მოდი და დაეჯახეთ. ეს ორი ებრაელი დღეს მაღალ პოსტებზე ამ ორ ქვეყანაში და მთელი მსოფლიოს პროვოცირებისკენ მოუწოდებს. რომ ამერიკა ის დიდი დარტყმელი ძალა რომელსაც შეუძლია რომ დაარტყას, ოღონდ აქაც ყველაფერი დამთავრდება. ამჭრივით უნდა შეხედო და გაანალიზო, რომ მართლა მთელი კაცობრიობა მიექანება თვითმკვლელობისკენ. და ეს თუ მოხდა, ყველაფერი ცეცხლით დაიფარება. ეს იქნება თვითგანადგურება. მაგრამ ამერიკაში როგორც ჩანს, რა თქმა უნდა, მაინც გარკვეული რაციონალისტური საღი აზრი არსებობს და ტრამპმა მიუხედავად იმისა, რომ მკვეთრად სიონიზირებულია მისი ოჯახი, მისი ქალიშვილი და გარემოცვა და ძალიან ბევრი ექსპერტი პირდაპირ ამბობს, რომ ამერიკას ფაქტიურად ის ფანატიკური ებრაული კლანი, სიონისტური კლანი მართავს, რომელსაც დაღუპვისკენ მიყვავს თვითონ ისრაელიც, ებრაელი ხალხიც, იმიტომ რომ ის ომი რაც ჩაფიქრებულია მაგ ტერიტორიას საცხოვრებელ ღირებულებას დაუკარგავს, ისე ძალიან რბილად რო ვთქვათ, გათვალისწინებით ირანის პოტენციალისა, ხო? და მართავს ეს კლანი, რომელსაც ამ ავანტიურის გარდა უკვე აღარ შეუძლია სხვანაირად, იმიტომ რომ სხვანაირად შეიძლება ზოგიერთი მათგანი და მათ შორის ბენიამინ ნეტანიაჰუ აღმოჩნდეს ბრალდებული სკამზე. იგივე იქნება ზელენსკიზე. ზელენსკი თუ ბოლომდე არ გაყვება იმას, რასაც მისდევს და თუ რუსეთი თავისას გაიტანს, მაშინ დაუხსოვან საკითხს, რომ თუ ნეიტრალიტეტზე უნდა წასულიყავი შეგაი ადამიანო. მილიონობით ადამიანის მსხვერპლი რაღაცე იყო გასაღები და ანამხელა ტერიტორიული დანაკარგები რაღაცო. თუ კი ნეიტრალიტეტს გაძლევდნენ და თან ხელშეუხებლობის გარანტიაც ჰქონდა. კი. მაშინ რა საჭირო იყო ამ ომის ესკალაცია? ხო, ამიტომ ერთგვარად გამოვალი მდგომარეობა ერთ პირსაც და მეორესაც. უნდა გავიხსენოთ მაშინ ისე და ესე ბატონ აკაკის მიერ შემოტანილი სააზროვნოთ და ერთგვარად ხილებისთვისაც და ასე შემდეგ, რომ მეორედ მოსვლის ჟამს სწორედ გააქტიურებულია და მსოფლიო საკითხებს წყვეტს ებრაელი ერის წარმომადგენლობა, სიონისტები, აქვე ჩართულები არიან რუსები, როგორც მართლმადიდებლური მხარის წარმომადგენლობა, იქით ანგლოსაქსები და აი ამ დროს საქართველოს აქვს სულიერი მისია მთელი კაცობრიობისადმი. გასაღები აქადევს, თქო ამ გასაღებისკენ ჩვენ სერიოზულად არ ვიყურებით. გადარჩენა თუ უნდა ქართველს ბოროტების გზით დაგდების მაგალითი უნდა შეასრულოს, თავსაც გადავირჩენთ, სხვისთვისაც მაგალითი გავხდებით და აი ჩიხურ მდგომარეობებზე, რაზეც საუბარი გვაქვს, რაც გამოსავალს აღარ უტოვებს იმ ხელმძღვანელებს და ავანტიურაზე ამატებენ და ომი უფრო უარეს ხასიათს იღებს და გადადის უარეს ხასიათში, ხო? აღმოჩნდება თუკი ჩვენნაბიც გადავდგოთ, აღმოჩნდება, რომ ის რაც შეუძლებელია კაცთაგან, შესაძლებელია ზენაარსის მიერ. დააგდეს ბოროტებისა და აღარ უყო იმას, რასაც პირდებოდაო. ასეთია ნინევე სასწაულის არსი. ხო. ეს რწმენა სამწუხაროდ ვერ შემოატრიალეთ, ვერ გავთავისეთ ქართველობამ, ბირთვად ვერ ჩამოყალიბდით და მოკლედ ყველა დაგსაქსულად ცალ-ცალკე ვცდილობთ პანიკური მოძრაობები თითქოს და ერისა და ქვეყნის საშველი ღონისძიებები წამოვიწყოთ ისევ პატარ-პატარა გაერთიანებების შექმნით და ასე შემდეგ, რაც შედეგებს არ მოგცემს და ვერ მოგცემს. ხო, საპირწონე ზომებს იგებს რუსეთიც ფაქტიურად ნატოს ბლოკის, ევროპის ქვეყნების შეიარაღება და რუსეთზე გამოლაშქრება იციან რომ ეს მოსალოდნელი, ამიტომ როგორ ზომებს იგებს 400 კილომეტრზე დაახლოებით 400 კილომეტრის რადიუსის ფრენის მანძილის ჰაირის ტიპის რაკეტებზე დაიწყო ბირთვული ქობინების დაყენება. იმიტომ რომ დასავლეთის თავდასხმა თუ მოხდება ავიაციით, მოხდება უამრავი დრონით. უკვე არსებობს ეს ტექნოლოგიები და ვერავითარი ჰაერის საწინააღმდეგო სისტემები ვერ გაუმკლავდება იმ რაოდენობითაა შესაძლებელი
გამოუშვეს საფრენი აპარატები. გადატვირთვას გამოიწვევს და ამიტომ სწორედ ატომური ქობინის აფეთქებით ვიცით რომ რამოდენიმე დამანგრეველი და დამაზიანებელი რამ გააჩნია ბირთვულ იარაღს, როდესაც ის ფეთქდება. ერთ-ერთი ელექტრომოწყობილობების წყობრიდან გამომყვანი არის ძალიან მძლავრი ელექტრომაგნიტური გამოსხივება და ავტომატურად გამოვა წყობრიდან აერში, არა მარტო აერში ფრენი, ყველა საფრენი ტიპის აპარატი, როგორც თვითმფრინავები, ასევე დრონები. და ამით უნდა მოიგერიოს დასავლეთის შესაძლო თავდასხმა და თანაც ეს იქნება პირველი რბილი პრეცედენტი ატომური იარაღის ხმარების არმაგედონის დადგომამდე. ყველაზე რბილი პრეცედენტი. საკუთარ საზღვრებში ფაქტობრივად, საკუთარ საჰაერო სივრცეში ააფეთქებს, გეგმარი ასეთია. ამით მოიგერიებს დასავლეთის თავდასხმა, საკუთარ თუ უკრაინის ტერიტორიაზე, მოიგერიებს ნატოს საჰაერო თავდასხმას და ეს იქნება ძალიან მკაცრი გაფრთხილება, რომ შემდეგ უკვე იქნება პირდაპირ. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ სწორედაც რუსეთმა ტაქტიკური იარაღი გამოიყენოს. რაც შემდეგ საბაბი გახდება იმის, რომ აი ნახეთ რა ქნა რა ჩაიდინა, ეს არის იმპერია, ეს არის საზღვარი ქვეყანა, რომელიც ყველაფერზე მიდის და საფრთხე თავიდან იქნეს აცილებული, ამიტომ ჩვენ უნდა წავიდეთ დასწრებაზე და ვიდრე უკრაინის შემდეგ რიგში ევროპა არ ჩამდგარა, ჯობია ჩვენ იქით გადავიდეთ შეტევაზე დასწრება. აი ამაზე მიდის მუშაობა, რა რუსეთს როგორმე გამოიყვანონ ემოციურად, ფსიქოლოგიურად, ყველანაირი ზეწოლა მიმდინარეობს იმისთვის, ახლა შეიძლება სამხედრო დანიშნულებით მართლაც არ იყო, ახლა როგორც ამბობენ 50-იანი წლების შემდგომ შექმნილი მომდამშენები იყო, რომელიც კი, ძალიან ძველი მოდელი. 8-9 ერთეულზეა საუბარი, როგორც ამბობენ ახლა დარაორმოცზე, როგორც თავიდან იქნა გაცხადებული უკრაინის საინფორმაციო საშუალებების და თვითონ ოფიციალური პირების მიერ, მაგრამ ამას უფრო ფსიქოლოგიური ზეწოლის მნიშვნელობა ჰქონდა, ამას უფრო იმიჯური დარტყმის მნიშვნელობა ჰქონდა, ამას უფრო პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა, ვიდრე შეიძლება სამხედრო. სამშვიდობო მოლაპარაკებიდან შეიძლება ამდგარიყო და გასულიყო და მაშინაც წამოიწყებდა დასავლეთი ციოქს, რომ აგერ რუსეთს არ უნდა სამშვიდობო მოლაპარაკება, უარს აცხადებს, მეომარი მხარი ამ კვლელია და ასე შემდეგ. ახლა რო დაუფიქრდეთ პირველივე დღეებიდან მოყოლებული, როგორც კი სამხედრო ოპერაციად წოდებული ეს სამხედრო მოქმედებები დაიწყო, იმ სანქციების, მოყოლებული სანქციებით, რაც ევროპის მხრიდან წამოვიდა ბოიკოტი რუსულ ენერგომატარებლებზე, უარის თქმა, სანქციები. ამან უზარმაზარი მოგება მისცა ამერიკის შეერთებულ შტატებს. ეხლა ერთი წუთით რო წარმოვიდგინოთ, თუნდაც ერთი რაკეტა რო გაისროს რუსეთმა ევროპის მიმართულებით, რა მოხდება? ტრილიონობით ქონება გადავა ჩვენ ტრამპს ამ საჩუქარს არ გაუკეთებთო, თვითონ ამერიკის ტერიტორიაზე ქარხნების გადაბარგება. მოხვეტავენ ყველაფერს თუ კი რაიმე ისრის ტექვით წაიღებს ამერიკა. ტრილიონობით მოგებას მიიღებს შეერთებული შტატები. ერთი გათვლა ამაზეც არ როგორც ჩანს გაკეთებული. და აი ამ ორომ ტრიალში მწიფდება სწორედ სიტუაცია, როდესაც უკვე კონტროლიდან გამოვა და შეიძლება ისეთი პროცესი დაიწყოს, რომელიც უკან დაბრუნებაც უკვე შეუძლებელი გახდება. სწორედ ამაზეა საუბარი, მოსული სიტყვა ამაზე გვაფრთხილებს, რომ ადამიანი ამ სვლით, ამ გზით საკუთარ თავს და დედამიწას მიექანეს დაბობისკენ. საქართველოს ფუნქცია სწორედაც არის, კაცობრიობამ თავისი ისტორიით, თავისი გამოცდილებით რაც დააგროვა, აი დღეს როგორც მოქმედებს, ამაზე მეტი არ იცის. ძალა უნდა გამოიყენო, შენ იმაზე ძლიერი უნდა იყო, უნდა შეჭამრო, არ შეგჭამო. სხვა გამოსავალი, სხვა გზა, სხვა მოქმედების საშუალება ისტორიულად და თავისი დაგროვილი გამოცდილებით კაცობრიობამ დღევანდელ ადამიანმა არ იცის. აი სწორედაც აქ შემოდის სიახლე. თურმე ყველაფერი იმაზე კი არ არის, რომ შენ ძლიერი იყო და თურმე სხვაფრივად შეიძლება ურთიერთობების მოგვარება. და ამისი მაგალითი სწორედ საქართველოსთან და მიეცეს. აი ეს არის ქართველის ფუნქცია. და ამაზე
რატომღაც არ უნდათ რომ ხმამაღალი ლაპარაკი წავიდეს თუნდაც იქ საინფორმაციოებში თუ გინდათ და ეს თემა ტაბუირებულია უკვე აგერ 30 წელზე მეტია. გადაცდა უკვე 30 წელს. და მივიღეთ რა რომ მივიდიოთ აი მზით. რასაც დიდი მესამე მსოფლიო ომის გაჩაღება ქვია. როდის რომ შეგაწყვეტი. არა, ეს ფაქტიურად ეს თემა გრძელდება და ამ თემაზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა. ამიტომაც არის სწორედ ჩვენი გულის ტკივილი, რომ ამხელა განძი გვიდევს, არ ვიყენებთ და რეალურად ქვეყნის მართლა გადარჩენაზე არ უზრუნავთ. აი, უფრო პოპულისტური და ზედაპირულია, თუნდაც ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადებებია და მამული სარწმუნოება ზოსიმეს გადმოცემა და ახსენეს, ხო, პირველმა პირებმა შემოიტანეს ეს თანამედროვე უმაღლესი ტრიბუნიდან თვითონ გააკეთეს განცხადებები, მაგრამ ეს არის მაინც ზედაპირული ძალიან. ჩვენთვის პირადად ჩვენთვის არა მარტო ჩვენთვის საერთოდ ძალიან საინტერესო არის არა ამხელა განძის პატრონი უკვე სხვანაირად უნდა საუბრებდე, სხვა რამეს უნდა აკეთებდე. ეროვნულ საკუთრებას უნდა ვაცხადებდეთ, უნდა გამოცხადებული გქონდეს, სტრატეგიულ დარგებს უნდა ვქონიდეთ და კეთილ მეზობლურ ურთიერთობებზე აგებული ნეიტრალიტეტით უნდა მოძრაობდეთ. ასე ტრაექტორიაზე უნდა იყოს გადასული ქვეყანა. რეალურ აშენებაზე და გასხვისებულის უკან დაბრუნებაზე უნდა მუშაობდეს ქვეყანა. ეს არ კეთდება, ცარიელი ლოზუნგებს ვაფრიალებთ. ეგეც კარგია. მე არ ვიცი ახლა რამდენად რეალურია, თითქოს ლაპარაკია რომ პირადობის მოწმობაში ეროვნების გრაფა და მამის სახელის ის რომ აღდგეს. ძალიან კარგი მივესალმებით, მაგრამ ჩვენ ვიცით რომ ესეც მაინც ზედაპირია. კოსმეტიკური მომენტია. ამ შემთხვევაში ჩვენთვის პირადად ჩვენთვის გაცილებით მნიშვნელოვანია მაგალითად ბურკინა-ფასოს პრეზიდენტის, ახალგაზრდა პრეზიდენტის იბრაჰიმ ტრაორეს გაკეთებული განცხადებები მთელი აფრიკის სახელით. ამ ადამიანს რომ მოусმენ, მიხვდები რომ აფრიკა ივიძებს, აფრიკა რეალური განთავისუფლებისათვის იწყებს ბრძოლას. კოლონიზატორებისგან რეალური განთავისუფლებისათვის იწყებს ამოძრავებას აფრიკა. გიზლდება ადამიანი და ქართველი მიძინებულია. და რასაც უყურებთ ჩვენი პოლიტიკური სპექტრი, ისევ დასავლეთს უპაჭუნებს თვალებს. ისევ გამყიდველურ ეკონომიკურ კოსმოპოლიტურ პოლიტიკის გამტარებლები ვართ. ისევ დადებით შეფასებებს ვაძლევთ 6 მილიარდის ინვესტირებას და ერთ-ერთი თითქოს და კონსერვატული ეროვნული არის რაღაც რედაქციები შექმნილი, რაღაც ახალ მოდა საყოვლილები ვართ და ვდგევართ და დადებით შეფასებას ვაძლევთ და ის უცხო პლანეტელებივით მსჯელობთ, რომ ახლა არაბებს რა უნდათ საქართველოს რითი იზიდავს, თუმე გზაჯვარედინი დიდად ვერ მივიზიდავთ, იმიტომ რომ თვითონაც დიდად გზაჯვარედინზე არიან იქ კიდვა გაფიდის სამბები, უზარმაზარი ცენტრები აქვს გაკეთებული. ხო, აი რა იზიდავს? კითხვები არაფერი არაბებს რა უნდა იზიდავდეს ერთადერთი რომ არიციან ფული სადახარჯონ და რომ მოიტანონ 6 მილიარდი აგუშენონ რაღაცები ვაჩუქონ და გატრიალდნენ წავიდნენ. ხო, ვითომ ესე მარტივად არა უნდა იზიდავდეთ ახლა. არა და უყურებთ როგორ იცვლება წუთი-წუთზე ჩვენი დემოგრაფიული მდგომარეობა და რამხელა ნაკადები შემოდის მაგ მხარეებიდან. უდაბური ქვეყნიდან ჩამოდიან და 64-ს ხედავთ. მარტო წყალი კი არის, იმ წყალთან ერთად მიწაც აინტერესებთ. მიწა წყალი აინტერესებთ და ჩვენ ვიყიდებით და რა დონეზეც გავიყიდებით, იმ დონეზე გვიყიდიან. ამაშია საქმე. ამითაა ჩვენი ძილიც გამოწვეული და ჩვენ საერთო ენა ვერ გამოგვინახია ქართველობას. ყველა ხელისუფლებას ხო არ წარმოვადგენთ, ყველა რაღაც თუ არ ვართ დაბმული ამ ფულით ანიმით რა დანარჩენებიც ხო არის 300-ზე მეტი პოლიტპარტია. ავარებელი საზოგადოებრივი ორგანიზაცია თუ პატარ-პატარა პატრიოტთა დაჯგუფებები. იდება ახლა რომ გადავხედოთ სოციალურ ქსელებს, ისტორიული ჟანრის მიმართულები თუ რაც ვერ იტყვი რომ პატრიოტი და გულშემატკივარი აღარ ყავართ ერთმანეთს. არ ვარ, მაგრამ ჩვენ საერთო ენა ვერ გამოგვიძებია. ჩვენ ისევ ოსული სიტყვის აღიარება არ გვინდა.
აი უფლისიტყვის მოთხოვნების აღიარება არ გვინდა და გატარება არ გვინდა, რომელიც თქოს გადაარჩინე შენი ქვეყანა. გამოაცხადე ეროვნული საკუთრება. საფუძველი ჩაუყარე მართლაც სფერულ მართვის ფორმას და კეთილმეზობლური ფორმატით ნეიტრალიტეტით გამოაცხადე. შეგეწყობა ხელი. ესა გადარჩენის ანი და ბანი. მეტი ვარიანტი არა გაქვს, მაინც დარჩენილი არა გაქვს. ეროვნული საკუთრება თუ არ გამოაცხადე და უკვე გაყიდული, გასხვისებული რევერსი თუ არ გააკეთე, უკან თუ არ დაიბრუნე, აღარა გაქვს ეხლა რა. ის პირადი საკუთრებაც, რაც გაგვაჩნია პატარ-პატარა საკარმიდამოები გვაქვს თუ პირადი ბინები მამაპაპისგან დანატოვარი სამემკვიდრეოდ, ამასაც ნელ-ნელა დავკარგავთ და ეროვნულ უმცირესობაში გადავალთ და ხო, ჩვენ მოვლენის აღიარება არ გვინდა. ისევ გარეთ ვიყურებით. ისევ გარეთ ვიყურებით. ზოგი ჩრდილოეთით, ზოგი დასავლეთით, ზოგი აგერ ოკეანის გავა. ერთი ამბავი იყო, იმედებს უკავშირებდნენ აგერ ამერიკაში პირველი პირის შეცვლას, რომ აგერ კონსერვატიული პრეზიდენტი მოვიდა თავისი ჯგუფით, თავისი გუნდით და სხვა პროცესები დაიწყებოდა მსოფლიოში და აი ამ ბოლო დროს რაც ხდება, აღმოჩნდა რომ თვითონ იმ გუნდშიც არ ყოფილა ერთიანობა და ერთ-ერთი ცნობილი პიროვნება, რომელიც ამბობდა, რომ მე რომ არა ტრამპი ვერ გაიმარჯვებდა მარჩევნებშიო, უცებ როგორც მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნა გამოდის და ბატონ პრეზიდენტს გარყვნილ ორგიებში მონაწილეობას, პედოფილურ ორგიებში მონაწილეობაში დევს ბრალს. და თითქოს ახლა გაიგო 4 თვის წინ, 5 თვის წინ. თუ ეგ ფაქტია და კამპანიას წარმართავდა და რომის წილი რო დაიდო მის პრეზიდენტებაში, მაშინ არ იცოდა ეს ამბავი თუ როგორ არის. ანუ რასთან გვაქვს საქმე? მოდით მაშინ რაზედაც იმედებს ვამყარებთ, სადაც ვიყურებით, ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ ცარიელი ფუტუროა. გაფრთხნილი, ლამაზად შეფუთული ქაღალდში, პრიარა ქაღალდში, ლამაზად გაფორმებული, გაფრთხნილი, გააცლი და აღმოჩნდება, რომ ისევ იმასთან გაქვს საქმე, რაც წინა შემთხვევაში იყო. უბრალოდ ეს უფრო ლამაზად არის შეფერადებული და გაფორმებული. მეტი არაფერი. და თან სწრაფად ხდება ეს სახის გამოვლენაც. დრო აჩქარებულია და ადრე თუ საუკუნეები უნდა და მერე წლები უნდა და ეხლა რამოდენიმე დღეა, 100 დღეაცა, აი, 4-5 თვეში ნიღბები ამ დონეზე ჩამოუვარდათ, რომ თითქოს ქრისტიანობის დამცველი, თითქოს ანტი-LGBT მოძრაობის სულის ჩამდგმელი პირი, მთელი გუნდი ამ დროს გამოდის და პედოფილიაში ძდებს ბრალს და არის დოკუმენტი დევს იქ. მალე დაილო და გავხსნით. ერთდროულად თავს არ დამცემია. ასეთი სწრაფი მხილებები. ხო, ამაზე იყო ქართველების გამოვეხმაურეთ, რა თქმა უნდა. საკმაოდ მნიშვნელოვანი ამბავი, პატარა ამბავი არა. შათირიშვილმა, ჩვენმა ფილოსოფოსმა გარკვეულის გამოხმაურება გააკეთა და სწორედაც აღნიშნა, რომ რეალური ჩრდილოანმა მსოფლიოს მმართველობა, გნებავთ სიონისტები უწოდოთ, გნებავთ თალმუდისტები, გნებავთ მასონები, ხო, გნებავთ ულტრამდიდრები, ვინ რას შევარჩევთ, რომელიც გინდა deep state-ი დავარქვათ, გინდა ომის პარტია, რაც ესენი ერთი და იგივეა. საიდანაც გინდა იქიდან მიუდგეთ, ვისაც როგორ გვეხალისება ამ შემთხვევაში, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ მართლაც როდესაც უკვე იცი ტენდენცია საით მიდის, მე მოტყუება ვერ არ ხდება. ეს დადებითი მომენტია. აი, კი ვამბობთ, რომ ჩვენ გვძინა თავარი საქმისთვის, თორე ცალ-ცალკე ახლა ნიჭი არ გვაკლია და გავიგეთ ეს ტენდენცია როგორიცაა და გარკვეულ პროგნოზებს უკვე ვაკეთებთ. ჩრდილოვანმა მთავრობამ გადაწყვიტა, რომ დაედგა სპექტაკლიო და კარგად ამბობს. ამ სპექტაკლს ორი მოთამაშე ყავს, ტრამპი და მასკი. ჩვენ მასკზე ადრევე მოგვიწია რამოდენიმე სიტყვის თქმა, რომ აშკარა ახალი კერპის უხეშად გამოჩოკნა დაიწყეს.
გამოძერწვა დაიწყეს და ეს უკვე იმდენად უხეშად ხდება, იმდენად მახინჯად მიმდინარეობს, რომ ჯერ ერთი ყველაფერი ჩანს და ვლინდება. ხო, რაშია საქმე? დიდი ულტრა გლობალისტური პროექტი LGBT დროშებით გაიჭედა. სადაც შეძლეს და როგორც შეძლეს ევროპა დააყენეს პედერასტიის გზაზე და რაც არის ეგ არის. იქ მთელი თაობები გამოზარდეს ამ იდეოლოგიით. ვერ შეიტანენ აზიაში, ვერ შეიტანენ აფრიკაში. ეგ გაჩერდა, გაიჭედა. მსოფლიოში განხეთქილება სხვა ცენტრია ჩამოყალიბებული აღმოსავლეთში, ჩინეთის სახით, ეკონომიკური, პოლიტიკური, იდეოლოგიურიც ერთდროულად. ახლა რუსეთი რაც ჩადის კი უყურებთ და როგორ არის მაგის საქმე. მოკლედ ვერ მივიდნენ პოლიტიკური ერთიანი სახელმწიფო სტრუქტურის ჩამოყალიბებამ და LGBT გზით ულტრამდიდრები, ანუ ულტრამდიდრების განუხრელი ბატონობის საკითხი გაიჭედა. ამიტომ შემოიყვანეს კონსერვატიული მიმართულება, წარმოქმნეს, რომ ეთქვა დანარჩენი მსოფლიოსთვის, რომ იცი რა, დახტოვებთ როგორც სახელმწიფოებს. კი ბატონო, როგორც ერებს პასია თუ ისე კი ბატონო. პირდაპირ არ დავიწყებთ თქვენ გაუქმებას. მაგრამ სამაგეროთ ამერიკა უნდა ბატონობდეს თქვენზე. ეს არის ტრამპის პოლიტიკა, რომ ამერიკა უნდა გახადოს იმაზე უფრო ძლავრი და რაღაც სასწაული ყველაფრად, როგორც ერთ დროს ვიყავით, როგორი არც არასოდეს არ ყოფილა რა. ხო, ეს არის და თვითონ კონსერვატიზმი, როგორც ასეთი, რომელსაც ქართველებიც ავყევით და გავყევით, არა ბატონო, კი ამ ესეთ რამს კონსერვატიზმი, ის მოცემულობა, რაც არის, ეს არის მცდელობა დროის უკან დაბრუნება, რაც არ გამოვა საბოლოო გაშში ჩაიშლებო. ხო. ტრამპის გზა, კონსერვატული გზა, აი როგორც ძველებურად რა, ისეთი სიგია და ფსევდო რა თქმა უნდა, ეს ულტრაგლობალისტური LGBT დროშებით გაჭედვა. მესამე გზის გამოძებნა უკვე ამ ახალ გამოჩორდნილი ზემდიდარი ახალგაზრდა ვარსკვლავ ბიჭუნასი, რომელსაც ქრისტე ესიზმრება, ის უკვე სულიერად გარდასახულია, ასეთ დოკუმენტური ისინი გადაღებულია დღეს, მასკზეა ლაპარაკი. ადამიანს, რომელსაც გადაეცა მთელი ამერიკელი ხალხს და არა მარტო ამერიკელი ხალხს და განათლებული ტექნიკოსებს ნამუშევარი გადაეცა. ზეგი ნასამ რაც მიაღწია, ეხლა ამის ფირმაზე გადაფორმებული და მარტო ამ ერთ პირს შეუძლია გაიყვანოს კოსმოსში, ადამიანი ჩამოიყვანოს. გაუკეთეს სტარლინგი, მთელი მსოფლიო დააფარინეს, ამ ერთ პიროვნების ხელში მოაქცეს მსოფლიოს ინტერნეტით მომარაგების და მთელი მსოფლიო საინფორმაციო საშუალებები ერთ პიროვნებაზე გადაწერეს. რამის ტრილიონამდე გაუბერეს ქონება. მწვანე პოლიტიკა ხშირად შევხებივართ, რამდენჯერმე გვისაუბრე კიდევაც მწვანე პოლიტიკა ემსახურება არა დედამიწის ჯანმრთელობას მაინდა-მაინც, რომ გამონაბოლქვი არ იყოს ადამიანი ჯანმრთელი იყოს. ადამიანის ჯანმრთელებაზე რომ ფიქრობდნენ, სულ სხვა რაღაც იქნებოდა. ფიქრობენ ფულის გაკეთებაზე, მოსახლეობის შემცირებაზე. მწვანე ენერგიაზე გადასვლა ნიშნავს, რომ გააჩერო არსებული სამრეწველო სიმძლავრეები. დეინდუსტრიალიზაციას ისახავს მიზნად, რომელსაც უნდა მოყვეს ადამიანის რიცხობრივი შემცირება მსოფლიოში. ვინ გახდა პიონერი ელექტრომობილების წარმოებაში, რა თქმა უნდა, მასკი. ესე იგი, ამ ერთ ადამიანში ყველაფერი შიგ შეზრდილეს და თან საბაბი როგორია ტრამპთან დაპირისპირება. მაგრამ ღარიბების დამცველია. აქაც მაინც ჩინეთი გაეჭირათ ამ ელექტრომობილების წარმოებაში. აჯობა. ხო. ასე რომ ხო, ხელოვნური ინტელექტი ჩინეთი თვითონ აკეთებს ამ ხელოვნურ ინტელექტს და არ გამოდის რა, თვითონ კი წამოიწყეს, მაგრამ კონკურენტები არიან, ის კონკურენტები თავიანთ სუვერენიტეტს არ გადაასცემენ. ახლა იწყება, როგორც ჩანს, ნახოთ ახლა როგორც არიბართება ხელოვნურად შექმნილი ფიგურის წინაპლანზე წამოწევა, რომ ესე იგი ტრამპი არ ვარგა, იმიტომ რომ ტრამპის გატარებული ეკონომიკა და თუ კი რაიმე კარგი იყო ტრამპში, ეს მასკის გავლენით ესეც გარყვნილი და ბოდიშთა გადაგვარებული კაცი ყოფილა, ბინძური ადამიანი ყოფილა, თუ არა და მალევე ამხელს მასკი და მასკი ცოტა ახლოა ანტიქრისტეს კანდიდატურასთან. ახლა ვერ ვიტყვით ტრამპზე ვთქვით, რომ ეს მაინც რაღაც ტრამპლინს წარმოადგენს ხვების ასახტომათო და
ეს ვარსკვლავად ბიჭუნა ეს არის მარსის პროექტის ავტორი, მარსზე უნდა გაგვაფრინოს და ყველაფერი თუ კი რამე შეიძლება წარმოიდგინოს ოცნების დონეზე. სხვათა შორის საქართველოშიც ჯეროდათ და ერთ-ერთი პოლიტიკოსი გამოდიოდა ამ საარჩევნო კამპანიის დროს და აი ხალხო მასკი უკვე კოსმოსში მიაფრენს ხალხს, სულ აქ რამის არის რიგების დაკავება დაიწყეს ჯეროდათ ხო? კი ბატონო, მარსელები და მარსზე გამფრენები ჩვენს ყანანს ფრენოლოგიით დაინტერესებული მასები აქაც გააჩინა. რომ ხო, ასეთ ექსპერიმენტთან გვაქვს საქმე, რომ როგორ ესე იგი ზემდიდართა განუხრელი ბატონობა უკვე ქრისტიანობის ნიღბის მორგებით. იმიტომ ეს თუ ძალიან მკვეთრად გამოხატული ანტიქრისტიანული იყოს თავისი სოდომიზმით, ეხლა ამ ტაქტიკის შეცვლა, ეხლა ქრისტეს ნიღაბი უნდა აიფარო. რომ მას ქრისტე ესიზმრება. ქრისტე კარნახობს, ეს ადამიანი ჩვეულებრივი ადამიანი უკვე აღარ არის. თვითონ ქრისტე არ არის, მაგრამ მაგას ვერ ამობენ, მაგრამ ქრისტე მასშია. მაგაშიც უნდა გავაწმინოთ საქართველოში იმდენია ქრისტე რომ ეს იზმრება და მათ შორის ჩვენ საერთო ნაცნობებში ჩვენს მესიზმრებს უნდა მივაწოდოთ ეს ცუდი ცნობა რომ მას კი ხედავს კონკურენტი გამოუჩნდა. ძალიან დიდი არის კონკურენტი, რომელსაც ყველაფერია, კოსმოსშიც ყველაფერია. მიწაზეც და არ ვიცი, ერთი უზარმაზარი ზესახელმწიფოს წონადობა მოაქციეს ამ ერთ პიროვნებაში. აი, ფარულმა გენიალურმა მსოფლიოს მმართველებმა და ახლა ქრისტიანობის კარტით უნდათ ეს გაათამაშო. ხო. სხვათა შორის ამ ქრისტიანული კარტის გამოყენება თვითონ ტრამპსაც უნდოდა კათოლიციზმი ვიცით რომ კათოლიკობაში მასონობა დიდი ხანია შესული და თავის ჭკუაზე აქვს დაყენებული და ძალიან შორსადგა კათოლიციზმის სამწუხაროდ ქრისტიანობიდან იქ LGBT საკითხები როგორაა და რანაირად ახლა ამას აღარ შევეხებით. თვითონ ეს მოლაპარაკებებიც, ეგრეთ წოდებული სამშვიდობო მოლაპარაკებებიც მიზნობრივად დაუთხეს რომ ვატიკანში ჩატარებული იყო. ამით მერე მსოფლიო საეკლესიო კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება უნდათ, რომ მართლმადიდებლური ქვეყნები, რომლებიც თვითონ დარიეს და აჭმეინებენ ძმებს ერთმანეთს, რომ კათოლიკურ სამყაროს ცენტრში მომხდარიყო მათი ერთმაგიდასთან დასვლა და კაპიტულაციაზე ხელის მოწერა. მინდა ადგილზე ამათი მხრიდან აღიარება. ეს უკვე აღიარება იქნებოდა, რომ ეს არის მკვეთრად ვიცით რაც არის ხელა ვატიკანი და ხო, თვითონ თუ გავიხსენებთ დიდი ხანი არ არის რაც რომის პაპის ტანისამოსით და სავარძლით მოგვევლინა სულად გადაღებული ბატონი ტრამპი აქაც ყველაფერი გასაგებია, მოკლედ ინკლუზიური კაპიტალიზმის ჩარჩოებში, ესე იგი კაპიტალიზმი ყველასათვის. ყველასათვის ვერ იქნება, იმიტომ რომ კაპიტალიზმის თავისი მყრალი ბუნება აქვს, ვიცით ეს როგორი და რა არის. და ახლა ეს მასკიც რა მომენტში დაუპირისპირდა ტრამპს, რომ გადასახადები რაც შემოიღო უბრალო ხალხს მეტად უმძიმებს ცხოვრებას. ესე იგი, ეს ულტრამდიდარია. მაგრამ ეს ულტრამდიდარი ღვთაებრივი არსია და პიროვნება, რომელიც იღწვის უბრალო ადამიანებისთვის. გული ეწევა, რომ ამხელა დაბეგრა როგორ შეიძლება უკაცო. ღამე არ აძინა, მათზე ესე იგი, ძალიან უხეშათაა ეს ნაძერწი მაინც. იქ სადაც ქრისტიანობს უკეთო ნემსის ხუნჯი აკლები გაძრება ვიდრე მდიდარი შევასასუფეველში. აი ამას, მხოლოდ ამაში უნდა ცვლილები შეტანა, არა, იცი რა არის. ულტრამდიდარი შეიძლება იყოს ადამიანი, როგორც ეს ჩვენი ვარსკვლავად ბიჭუნა და ამავე დროს იყოს ის ზექრისტიანი. თავად ქრისტე ესაუბრებოდეს ღამე სიზმრებით. ხო, მესიზმრეობა სადამდე მიიყვანს კაცობრიობას დაუყვანდა. მეტი არაფერი. ეს გზა დაუპირსა ჩვენ ამ ფაქტს და ამ რეალობას უსვამთ ხას და მხოლოდ პოლიტოლოგიური ჭრილიდან არ განისჯება ის რაც დღეს სოფლიოში ხდება. მით უმეტეს ძალიან ბევრი პოლიტოლოგი აღიარებს, რომ თანამედროვე არსებული ომების წარმოება არ არის მარტო უბრალოდ რაციონალური, ირაციონალურში გადადის უკვე. რელიგიური მომენტია ძალიან ძლავრი, იმიტომ რომ რელიგიურად შთაგონებულია, რომ მათ უნდა იბატონონ დედამიწაზე. აი თუ ვერ მიაღწეს, არადა ძალიან ახლო არიან. მაშინ წყალსაც წაუვე ყველაფერი. ასეთ ვაბანგზია წასული სოფლიოს თავში, სოფლიო
მართლობის სადავებთან ყოფის ჩtildeოვანი რაც გვინდა ის უწოდოთ ნაწილი. Როგორ შეიძლება ძლიერო? ბატონო, ეკაგი გვიხსნიდა რომ მხეთის ცნობიერება ზოგადად ეს ქრისტე სიტყვის სახით არის მოსული, თუმცა მანამ სიტყვის სახით უფალი ჩვენ დაგვიკავშირდებოდა, მანამდე ანტიქრისტე, ანტისიტყვა გაბატონებული დედამიწაზე. და ამ ანტიქრისტეს მსახურებს ვერ მოკლავ. მათი ძლევაა შესაძლებელი. ეს სულ სხვა რამეა. და მათ თვითონაც აქვს შანსი რომ ძლეველი გახდნენ. თავის თავში ძლიერია. იმიტომ რომ ადამიანი არის კაცობრიობა. საზლო ადამიანი საზლო არის საზლო კაცობრიობა. ყველას თავისი დრო აქვს. საზლო უნდა გადაიზარდოს მძლეველში, ამას დრო უნდა. და საბოლოო ანგარიში მთელი კაცობრიობა უნდა გახდეს მძლეველი. შანს ყველას გვაძლევს. ეხლა შანსი და უფლება ყველას აქვს. ყველას ამ ესაა შემოთავაზება. გადით გზაჯვარედინი ყველას დაუძახეთ. ხო და ვერ გაგვიგია რომ ეს გვაძლევს ეს სიტყვა გვაძლევს ჩვენ ცხოვრების ახალიდან დაწყების საშუალებას. ტრამპზე რო ესე იგი ბოდიში და არ მინდა გავიმეოროს რაღაც საშინელება კადრებია. ხო დიდ თანამდებობებზე ადამიანებს თუ რაღაც ჩავნელი არ აქვს, ჩადენილი არ უშვებენ. რომ ისინი მართვადები კომპრომატი თუ არა? კომპრომატი თუ არა არ უშვებენ. ამ კომპრომატებს გიხსნის უფალი. ვერავინ წამოგაძახებს წარსულში რა ჩაგიძახი, რა ჩაგიდენია. შენ გეპატიჟება. ოღონდ მართლა გულწრფელად უნდა დააყდო ბოროტებას. აი, შენ დგომში უკვე საზეიმო სუფრაზე, შენ თუ სხვა არასაზეიმო ტანის ამოსით მიხვალ, ეს იგავებია რა თქმა უნდა. ანუ ისე იმის კეთებას გააგრძელებ, მე იჯები. მაგრამ ამ ეტაპისთვის, აი გადასვლა არსებული მდგომარეობიდან ახალზე ყველას აძლევს ამის საშუალებას. ესაა უფლის ნებელობა, აი ქართულად ესაა გაცხადებული, რასაც გულდასმით და გულმოდგინეთ უმალავთ თელ საზოგადოებას. გარკვეული წრეების აღმადგენელი. და ამით საბოლოო ანგარიში საკუთარ თავს ვინადგურებთ და ვიკლავთ, საკუთარ მომავალს ვანადგურებთ. ხო. დანარჩენ ხო ეს გარეთ ესეთი ამბები ხდება, ეხლა ხდება მცდელობა, როგორ გადააბარგონ უკვე ქრისტიანულ, ასე როგორ მოარგონ და როგორ შემოიყვანონ ვარსკვლავ ბიჭუნა. ანუ ერთი კერპი შეიძლება გაიწიროს და ადრეს თქვით ეხლა მკლავდნენ და აცდა არ ყურში დაიჭრა ტრამპი რა. მაშინაც გამოთქვით ესეთი მოსაზრება რომ რა თქმა უნდა ტრამპიზმი გაგრძელდებოდა. ახლა პირდაპირ ამბენ, ესმა გადაიბაროს, იმპიჩმენტზე უნდა გაუშვათო და რაში არ ეთანხმება ეკონომიკურ საკითხებში. გასაგებია რომ მწვანე პოლიტიკაში არ ეთანხმება. ტრამპმა ხაზი გადაუხსნა მწვანე პოლიტიკას, თავარია მრეწველობა აღმადგინო. ესე იგი, მასკი ჩვეულებრივი გლობალისტია, მწვანე პოლიტიკის წარმომადგენელია, ელექტრომობილებზეა გადატანილი აქცენტი, თუმცა ჩინეთმა ამაშიც აჯობა. მაგრამ ელექტრომობილები ესაც ხო დიდი αφიორა ეხლა ელექტრომობილები რომელიც ელექტროენერგიით იმუხტება და მოიხმარს ის ელექტროენერგია საიდან ან თბოელექტროსადგურებიდან ან ჰიდროელექტროსადგურებიდან რომელსაც ჩანაგდება ბუნება და დიდი წყალსაცავები და ის შენდება და ან ატომური ელექტროსადგურები და სხვა ენერგიის წყარო არ არსებობს შეიძლება კი სინამდვილეში ეს ყველაფერი ბუნებაზე მოქმედებს ძალზე ნეგატიურად მაინც ნეგატიურად აისახება ელექტრომობილების წარმომადგენლები. არაფრისგან ენერგია ვერ მიიღება. ხო, ვერ მიიღება. ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში ესეა. ხო, სხვა ტექნოლოგიის არა ჩვენთვის გახსნილი. ხო. და რაში არ ეთანხმება? არ ეთანხმება ტარიფების პოლიტიკა. ტარიფების პოლიტიკა გასაგებია, რასაც ემსახურება, რომ ესე იგი ამერიკამ ბალანსი შეცვალოს თავის სასარგებლოდ და ამერიკაში შემოიტანოს წარმოება. ჩემთან აწარმოეთ, აქ მოიაკაშენეთ ქარხნები, რომ მე ისევ ძლიერი წარმოება მქონდეს და ჩინეთია ყოვლის მწარმოებელი, ამერიკა რეალური ეკონომიკა იქა, აქ აღარა, ხო? ამაში არ ეთანხმება. არ ეთანხმება. გლობალისტური ტრანსნაციონალური კორპორაციების განუხრელი ბატონობა ნიშნავს იმას, რომ სერიოზული სახელმწიფოებრიობა არ უნდა არსებობდეს. სერიოზული
კონცენტრაცია მრეწველობის სახელმწიფოში არ უნდა იყოს. დასუსტებული გართხმული სახელმწიფოები უნდა იყოს. არ უნდა იყოს. ამიტომ აქაც წინააღმდეგობა აქვს. ესე იგი გლობალისტურად, კოსმოპოლიტურად, ზემდიდართა განუხრელი ბატონობა უნდა იყოს და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ესე იგი ულტრა გლობალისტური მსოფლიო ბატონობა კოსმეტიკით ქრისტეს სიზმრებით. ახლა ესეთი ისე რა გამოდის რომ ტრამპი მოიყვანეს სპეციალურად იმისთვის რომ შემდეგ დაარტყან. ხო, ტრამპი როგორ ჩანს გარდამავალი. რომ შეიძლება გზაშივე ჩამოეცილებინათ, მოეკლათ, ხო? თავისთავად მაინც გაგრძელდება. მაგრამ ამ სცენარს ჭირდებოდა ტრამპის პერსონა ჭირდებოდა რა რომ რამოდენიმე თვის შემდეგ უკვე ჩაირთო ის მექანიზმი რაც წინასწარ იყო გახსნილი და ხო, თუმცა ძირითადი გეგმები, როცა ნეტანიაჰუ მოუწოდებს რომ მივიტანოთ იერიში ირანზეო, განუცხადეს, რამდენადაც ჩვენ ვიცით, რომ და საერთოდ ეგ ირანთან ნიშნავს და ირანი მარტო არ არის, იგივე უკრაინის მიმართულებით ფაქტობრივად ზელენსკის მოწოდება იგივეა რომ არ შეიძლება მეტი არ არის მოწოდება. ბოლოს და ბოლოს ჩაებით ომში და შეუტირდა და თვითონ აღნიშნა რომ რუსეთი ის აღარ არის რაც ომის დაწყების წინ იყო. მოკავშირეები ყავს. კორეა, ჩინეთი, ირანი. და კიდევ სხვები. მობილიზება და გადაწყობაც მოახერხა. ეგ ხო და ამიტომ რუსეთთან უკვე ჩაულებრივად ომი აღარ გამოგვივა. ჩაულებრივი იარაღითაც ვერაფერს უზავთ, დრო არის საჭირო, რომ რაც გადაერეხება ევროპის შეერება. ხო, აი ეს კიდევ იძლევა იმის საშუალებას, რომ გარკვეული დრო გაიჭიროს მაინც და გადაწყვეტილების მიღებისათვის გვაქვს გარკვეული დრო. ეგზამის ნიშანიც მე ვფიქრობ ესე შეგვიძლია გავიღოთ ეს ამბებიც. ვერ გარისკა შეტექნოლოგიურადაც შეიცვალა მოწინააღმდეგე. ჰუსიტები ჰიპერგერით რაკეტებს უშენენ. სერიოზულ წითელმაშის სერიოზულ პრობლემებს დააფრთხო ავიამზიდებს. ავიამზიდებს იმხელა დაცვა აქვს, რომ იძულებული გახდა, რომ გეზი შეეცვალა. გასულ წლებში თუკი აბსოლუტურად ხელშეუხებელი იყო და ავიამზიდები იყო დედამიწის ნებისმიერი ქვეყნის დასჯის უზარმაზარი საფუძველი, დღეს ესე არ არის, ჰუსიტები არაფერს არ წარმოადგენენ ირანთან შედარებით. და თუკი ჰუსიტებს შეუძლიათ მარშრუტი შეაცვლინონ და დაახევინონ უკან ავიამზიდს, იმიტომ რომ ისწავლეს როგორ დაარტყან ამ ყოველად დაცულ სისტემას, როგორ დაარტყან, როგორ დააზიანონ. ირანზე ხო ლაპარაკი აღარა. აღმოჩნდა რომ ასიმეტრიული სამხედრო პასუხი ჰიპერგერითი სისტემები ირანსაც აქვს. დასავლეთს არ აქვს. შეიძლება ირანი საერთოდ განადგურდეს, მაგრამ მოასწრებს იმდეს რომ ისრაელი საერთოდ წაშალოს. ისრაელი საერთოდ გააქრობს. არ ჭირდება ისრაელის განადგურებისათვის ატომური ბომბი. ამიტომ მე არა ვარ დაინტერესებული ატომური ბომბის შექმნაზე, მაგრამ ატომურ ტექნოლოგიებზე, რაც მომავლის ენერგეტიკას უკავშირდება, ამაზე უარს არ ვიტყვი. არც ერთ შემთხვევაში რა. ხო, აღარა ლაპარაკი ჩრდილოეთ კორეაზე, ჩინეთზე. ხო, ესე იგი, ვერ შეძლეს რუსეთის დამარტოხელება და ალყის შემოტყვა. დადებითი მომენტი ეს არის იმიტომ, რომ ბატონე გაკიამო და რაც მეტად მოაქცევთ ალყას, მით მეტად მიუჯდება ატომურ ბომბს. მით მეტად მოახლოვდება ჩვენ სამყაროს ჩვენი ხელით აღსასრული. აი აქაც ასე იგი არსებულ ბედისწერაში გარკვეული ცვლილებების შეტანა ხდება. ამის გააზრება უჭირთ, რომ ბირთვული სახელმწიფოს დამარცხება შეუძლებელია. ბოლოს ადგებოდა თუ ნახავს, რომ ბოლო წერტილამდეა მისული, ადგებოდა დააჭირთ და მაგით დამთავრდება ყველაფერი. ჩვენი საზოგადოება სამწუხაროდ ორადაა გაყოფილი, ერთნი ზეიმობენ თუკი ამერიკა ფეხს წამოკრავს და რაღაც ისეთი შემთხვევა, მეორე მხარე ზეიმობს თუკი რუსეთს რაღაც შემთხვევა, ეს კონკრეტული შემთხვევაც როდესაც აეროდრომებზე შეტევა იქნა დრონებით მიტანილი, ქსელებში დიდი ზეიმი იყო ერთი მხრიდან გამართული, რომ აი თურმე
სტრატეგიული ბომბდამშენები გაუნადგურეს რუსეთს. იმის გააზრება არ შეუძლია ამ ადამიანებს, რომ აი სტრატეგიული ბომბდამშენებია, რამაც თუნდაც თურქეთს კავკასიიდან 3/4 საუკუნე ფეხი ამოაკვეთინა. და აქეთ გამოხედვალსაც ვერ ბედავს იმის გამო კი არა, რომ თავის პრეტენზია რა და თავის გეგმებზე აიღო ხელი და ის რომ იმას ვერ აკეთებს აქვს დაუშვათ რასაც სირიაში ალეპოს და იმის ტერიტორიაზე აკეთებს, ამას რო ვერ აკეთებს, აი სწორედ ეგ სტრატეგიული ბომბდამშენები თამაშობს მაგაში, რომ ამის გააზრება უჭირდა. ჩვენ ახლა ჩვენი აზროვნების, ჩვენი მისწრაფებების იმაზე აგება, რომ გარეთ უგულ შემატკივროთ და სხვისი მოიმედეთ ვიყოთ, სხვისი შემატკივრები ვიყოთ და საკუთარ ქვეყანას არ მოვხედოთ. იმაზე არ ვიფიქროთ, ჩვენი ქვეყანა როგორ გამოიყვანოთ ამ მდგომარეობიდან. Ну, აი იქით წავალთ, სადაც მივდივართ და ეს დასასრულია პირველი შეარბოთ ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც მცირე ქვეყნისთვის, მცირე მოსახლეობიანი ქვეყნისთვის. ჩვენ შევხებივართ ამ თემებს, დემოგრაფიული პრობლემები, რა ვიცი, პოლიტიკური, ეკონომიკური, ყველაფერი. მიდის იქითკენ, რომ საქართველოს ქართველებისგან დაიცალოს. ჯერჯერობით ერის გამყიდველური პოლიტიკური, ეკონომიკური პროცესული ჩვეულებრივი რეჟიმით გრძელდება და ამ ადამიანურ ძალებს, ამ პროცესების, ამ გამანადგურებელი ჩარხის უკუღმა დატრიალება აღარ შეუძლიათ, ეს მხოლოდ უფლის სასწაული შეუძლია და სწორედ სასწაულთან არის გათანაბრებული. სხვა სასწაული არ მოგეცემათ, გარდა იონა წინასწარმეტყველის სასწაულისაო და ამაზეც არაერთჯერ გავკეთებია ჩვენ განმარტება ინევის სასწაული რაც გულისხმობს. ამაზეც აღარ წაგართმევთ დროს, უბრალოდ ეს სისტემაში რომ მოვიყვანოთ ჩვენ დღევანდელი საუბარი. ავიცი, გისურვებთ, რომ გვევლოს უფლის გზით, გვევლოს არა ცრუ ლიდერების, არა ცრუ წინასწარმეტყველების, არამედ უფლის სიტყვის გზით და იმ მოწოდილი საშუალებით, რაც ქვეყანას გადარჩენამდე მიიყვანს. დღევანდელი ჩვენი სასაუბრო დრო ამოწურულია, დავემშვიდობოთ. ჩვენ კვლავ შევხვდებით ერთმანეთს, კარგად ბრძანდებოდეთ, მადლობთ ყურადღებისთვის. მადლობთ ყურადღებისთვის, უკეთესი მოვლის იმედით. Vamos dar